მოდით ჩორჩანას საკითხს მხოლოდ სისხლის სამართლებრივი და პოლიტიკური დევნის კუთხით არ შევხედოთ, იმიტომ რომ ბევრი საქმე არსებულა ამ ქვეყანაში პოლიტიკური ოპონენტების დევნის მიზნით გამოყენებული, მაგრამ ჩორჩანას საქმე უნიკალური იმ კუთხითაც არის, რომ ეს არის საქმე, რომელიც პროკურატურამ წამოიწყო და აღნიშნული საქმით ფაქტობრივად შეგნებულად შეუგნებლად, მე მგონია უფრო შეგნებლად ზიანდება ამ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი. აქ არ არის საუბარი მხოლოდ პირადი შურიძეების მიზნით პოლიტიკურ დევნაზე გიორგი გახარიასი, ეს საქმე თავისი შინაარსით არის ანტიეროვნული და ანტისახელმწიფოებრივი, რადგან დღეს პირდაპირ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ცხინვალის რიტორიკით და დადასტურებულად უკვე ცხინვალის მტკიცებულებებით ასამართლებს ივანიშვილის შეკვეთით ქართული პროკურატურა გიორგი გახარიას, რითაც აზიანებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. გიორგი გახარიას, როგორც იცით, ედავებიან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით საგუშაგოს განთავსებას, საოკუპაციო ხაზის გასწრებ ქართული კონტროლირებადი ტერიტორიის სიღრმეში და მე მეცაც გეტყვით, რომ არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ გიორგი გახარია არ მოქმედებდა საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში და არათუ ამან გამოიწვია საგუშაგოს ჩადგმა კანონური ინტერესის დარღვევა სახელმწიფოსი, არამედ პირიქით ფაქტობრივ გარდაუვალ ოკუპაციას გადაარჩინა სოფელი ჩორჩანა. მე ვიყავი სოფელ ჩორჩანაში, ძალიან ვითარებაში იმყოფებოდნენ ეს ადამიანები და პირდაპირ ღიად საუბრობენ, რომ არა ეს საპოლიციო საგუშაგო, მათი უსაფრთხოება არ იქნებოდა დაცული და შესაბამისად მათ მოუწევდათ სოფლის დაცლა. რაც შეეხება ბრალდების მხარის მტკიცებულებებს, გარდა იმისა, რაც საჯაროდ თქვენც ნახეთ, საზოგადოებამაც ნახა, დაინტერესებული პირები, რომლებიც პირდაპირ ფორმით ინსტრუმენტები არიან ივანიშვილის ფორმალურ თუ არაფორმალურ დაქვემდებარების ქვეშ, გომელაური, იზორია, ჩაჩიბაია და სხვა ადამიანები, ტაბატაძე და სხვა ადამიანები, სისხლის სამართლის საქმეში არ არის წარმოდგენილი ობიექტური მტკიცებულება, რომელიც რაიმე ფორმით დაადასტურებდა გიორგი გახარიას მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტს. მე მეცაც გეტყვით, დღეს ჩვენ წარმოდგენილი გვაქვს დაახლოებით 100-მდე მტკიცებულება ჩორჩანას საქმეზე, სისხლის სამართლის საქმეში, კომპლექსურად იმუშავეთ ამ საკითხთან მიმართებით და აი მათ შორის თუ არის მტკიცებულებები, რომ სხვა უწყებები, სხვა შესაბამისი უწყებები იყვნენ ინფორმირებული, იმიტომ რომ პროკურატურის ერთ-ერთი მთავარი, ასე ვთქვათ, ბრალეულობა გახარიას მისამართით არის სწორედ ის, რომ გახარიამ ამ საგუშაგოს აღმართვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო ერთპიროვნულად და ამაზე დაყრდნობით ამტკიცებს უკვე ბრალდების მხარე, რომ აღნიშნული ქმედება საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული მოქმედებების საბაბად გამოიყენეს. კერძოდ 2019 წლის 5 სექტემბერს ცხინვალის დე-ფაქტო რეჟიმის უკანონო შეერაღებულმა ფორმირებებმა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დაიკავეს სიმაღლეებიო, ამას ამბობს ბრალდების მხარე. სხვა შორის მანამდე იყო და ეს იცის მაყურებელმა პარლამენტის საგამოძიებო კომისიის ხდომები, სადაც პოლიტიკური თანამდებობის პირები აკეთებდნენ უკვე განცხადებებს ამავე აქცენტით, რომ აი საგუშაგოს გამო დაიკარგა სწორედ ტყის დიდი ფართობი. ამ ადამიანების სიტყვას არის თუ არა მიწერ-მოწერა შესაბამის უწყებებს შორის თქვენს მტკიცებულებებში და გარდა იმისა, რომ თქვათ, რამდენად შესაძლებელი იყო გიორგი გახარიას ერთპიროვნულად აიღო საკუთარ თავზე ამ საგუშაგოს გახსნის გადაწყვეტილება, მაინტერესებს იცით, აი რა შთაბეჭდილებას გიტოვებთ თვითონ სასამართლო პროცესში, ანუ რამდენად ახერხებთ მოსამართლის დარწმუნებას, რომ ეს შეუძლებელი იყო. ბრალდების შესახებ დადგენილებაში ძირითადად 4 საკითხზეა ყურადღება გამახვილებული. ერთი, რომ გიორგი გახარიამ აღნიშნული შესახებ ინფორმირება არ გააკეთა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსი, თითქოს. გიორგი გახარიამ ამის შესახებ საქმის კურსში არ ჩააყენა პრემიერ-მინისტრი, თითქოს. გიორგი გახარიამ თითქოს საქმის კურსში არ ჩააყენა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი და თითქოს გიორგი გახარიას მიერ არ იყო ინფორმირებული ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. აი 4 პოსტულატს ეყრდნობა ბრალდების შესახებ დადგენილება და არც ერთი მტკიცებულება არ აქვს წარმოდგენილი, რომელიც ამას დაადასტურებდა. მეცაც გეტყვით, მაგალითად, მამუკა ბახტაძე, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გამოკითხულია და ამბობს ადამიანი 24 აგვისტოს მდგომარეობით მე უკვე თითქმის გადაყენებული ვიყავიო, ჩემი გიორგი გახარიათის შეცვლის საკითხი განეხილებოდაო და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებსო და სახელმწიფოებრივი მშრომლობის საკითხებს არ ვითანხმებდიო. მიუხედავად იმისა, რომ მამუკა ბახტაძე ამის შესახებ იყო ინფორმირებული. მეორე, როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ ლელა ამ მასშტაბის სამუშაოების განხორციელება საოკუპაციო ხაზთან
ისე ქართულ ტერიტორიაზე, ქართულ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ისე რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამის შესახებ საქმის კურსში არ არის და ბრალდების შესახებ დადგენილებაში წერია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ეს ინფორმაცია გაიგო შესაბამისი ცხელი ხაზის მეშვეობით ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმისგან, რაც წარმოუდგენელი აბსურდი და თავხედობაა თან ყველაფერთან ერთად. მესამე მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც ასევე ყურადღებას ვამახვილებ. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ფორმატში არც ერთი საპოლიციო სტანდარტული საპოლიციო საგუშაგოს აგების საკითხი არ განხილულა. მათ შორის პერევში რო საგუშაგო გაიხსნა, მაგალითად, განიხილეს ეს საკითხი პერევში საპოლიციო საგუშაგო რო იხსნებოდა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, რო იწევდა გარკვეული მეტრაჟით წინ, არ განხილულა ეს საკითხი და თუ ვინმე საწინააღმდეგო მოსაზრებები გააჩნდა, ეს ადამიანები იყვნენ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წევრები და თავადვე უნდა მოეწვიათ ეროვნული უსაფრთხოების საბჭო და კულმინაცია ამ ყველაფრის. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და პროკურატურა ამტკიცებს, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია არ იყო ინფორმირებული ამასთან დაკავშირებით. ჩვენ, უშუალოდ ჩვენ, ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა მტკიცებულება, მივმართეთ საგარეო ქმედებათა სამსახურს ევროკავშირის, სადაც დაადასტურეს, რომ 2019 წლიდან შეინიშნებოდა ფაქტიურ დასაწყისიდან იანვრიდან შეინიშნებოდა მონიშნები და გარდაუვალ ოკუპაციაზე მიანიშნებოდა ჩორჩანასი და თავიდან ბოლომდე პროცესის მონიტორინგში იყო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. ეს მტკიცებულებები ჩართულია საქმეში. მოწმეთა გამოკითხვის საქმეები და ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რასაც მინდა ასევე ყურადღება გავამახვილო. გიორგი გახარიას დაურღვია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა და შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაცვის უფლება, როდესაც ჩვენს მიერ მოთხოვნი ინფორმაციის გადმოცემაზე პირდაპირი პოლიტიკური მოტივაციით ჩვენ ესე ვთვლით თქვა უარი. ჩვენ მივმართეთ სახალხო დამცველს უფლების დარღვევის დადგენასთან დაკავშირებით შესაბამისი რეკომენდაციით მიმართა საქართველოს სახალხო დამცველმა, თუმცა ეს რეკომენდაცია დღემდე აი ამ წუთამდე არის შეუსრულებელი შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან, რითაც დარღვეულია საქართველოს ორგანული კანონი ინფორმაციის გამოთხოვა. დიახ, მათ შორის მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი მტკიცებულება არის ჩვენს მიერ საქმეში წარმოდგენილი. ეს არის მოცემულობა, დღეს არ არის საუბარი იმას, დღეს ლუსტრირებული მაგალითი იყო, როდესაც ცხინვალის საინფორმაციო სააგენტო, რომელიც ექვემდებარება საქართველოს არაღიარებულ ტერიტორიის ნაწილს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის, ეგრეთ წოდებული პარლამენტის მართვის ქვეშ არის და კონტროლქვეშ იქაური კგბ-ს, აი ამ სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოში გამოქვეყნებული ინფორმაცია, რამდენად სანდო წყარო შეიძლება იყოს, ეს მეორე საკითხია, თუმცა ეს სახელმწიფო საინფორმაციო ეგრეთ წოდებული სააგენტო მოქმედებს საოკუპაციო რეჟიმის სახელით, არ აღიარებს ამ ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს, იყენებს ტერმინოლოგიას ალანიის, სამხრეთ ოსეთის საქართველოს საზღვრის, ბანერის, იქაური უწყებების დროშას. წარმოიდგინეთ, სამხრეთ ოსეთი, ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის დროშას. აი ეს მტკიცებულება ამ სააგენტოს მიერ გავრცელებული შესაბამისი მტკიცებულება დღეს სანდო წყაროდ წარმოადგინა პროკურატურამ გიორგი გახარიას. ამაზე პროკურორის პასუხი იყო, რომ ეს მოხდა იმის სადემონსტრაციოდ, რომ სამხედრო ესკალაციის საფრთხე გამოიწვია გახარიას მიერ ეროვნულმა გადაწყვეტილებამ. წარმოიდგინეთ თქვენ, აქ შინაარსს რო თავი დავანებთ, ერთ შინაარსს რატო ვენდობით, ხო? ოსური მხარე რა ინფორმაციასაც ავრცელებს, რა წერიათ იცით ამ სტატიაში, რომ ქართული მხარის პროვოკაცია მოხდა, რომ ეს ტერიტორია ქართული საგუშაგო, სადაც არის განთავსებული, ეკუთვნის სამხრეთ ოსეთს. აი ეს ინფორმაცია შეიძლება საქმეში წარმოადგინოთ და ყველაფერს თავი რო დავანებოთ. როგორ შეიძლება ისეთ სააგენტოს დაეყრდნო, რომელიც ამ ქვეყნის ძირის გამოთხრით არის დაკავებული ამ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ბრძოლით. ეს არის მოცემულობა რაც გვაქვს. თუმცა ჩვენი ყველა მტკიცებულება საქმეზე არის დაშვებული, მათ შორის დაშვებულია ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ და მთელი ეს პროცესი მართლმსაჯულების არა პროკურორების გადაწყვეტილებით, რომ დევნა დაეწყოთ გახარიას მიმართ და შემდეგ ხორციელდება. ერთადერთი მიზნით ბიძინა ივანიშვილის 21 ოქტომბრის ინტერვიუს მითითებების შესაბამისად, სადაც საუბარია, რომ მათ მტკიცებულებების დონეზე დადასტურებული გიორგი გახარიაზე საუბრობთ კიდევ ერთი და შემდეგ უკვე სხვა თემები. მოდით მაყურებელს ვუთხრათ ისიც, როგორ არის გერმანიაში თქვენი პარტიის ლიდერი, რომელიც სწორედ მის წინააღმდეგ წარმოებული და აღძრული საქმეების გამო ვერ ბრუნდება საქართველოში და რა არის დღეს მისი სათქმელი, რაც თავარია ქართული საზოგადოებისთვის. იქნება არც არაფერი აქვს სათქმელი ქართული ხალხის და რატომ ვამახვილებ ამაზე ყურადღებას, თვეებია შეიძლება ალბათ ითქვას, რომ არანაირი ფორმით აღარ გამოჩენილა გახარია საზოგადოებასთან. ამის გათვალისწინებით ხომ არ არის ლოგიკური აქვე გკითხოთ, საქართველოდან წასვლასთან ერთად ქართული პოლიტიკიდანაც ხომ არ არის წასული გიორგი გახარია.
ხო, გახარიასთან ინფორმაციულ შიმშილზე ხა ბევრჯერ ყოფილა მსგავსი ეპიზოდები, მაგალითად 2021 წლის არჩევნების მერეც გარკვეული პერიოდი ის შიდა საქმეებით იყო პოლიტიკური პარტიის დაკავებული და დაახლოებით პროცესია ჩათვალეთ ყოველდღიურ მართვაში შემიძლია დაგიდასტუროთ რომ არის ჩართული პოლიტიკური პარტიის და საუბარი იმასთან დაკავშირებით რომ პოლიტიკური პარტიის საქმიანობიდან რაიმე ფორმით გიორგი გახარია დისტანცირებას აპირებს ეს არ მოხდება ნამდვილად ამის ფუფუნება არა ქართულ სახელმწიფოსაც პირდაპირ შემიძლია გითხრათ და ამით ნამდვილად ვერ გავახარებთ ვერც ივანიშვილს და ვერც ოცნებას რომელიც მსგავსი სურვილით შეიძლება იყოს რა თქმა უნდა შეპყრობილი და რეალურად მის მიმართ ამსაჯულების პოლიტიკური მიზნით გამოყენება სწორედ ამ მიზანს ემსახურება რომ მას პოლიტიკურ საქმიანობაში რა თქმა უნდა შეუშალოს ხელი თუმცა ეს მოგვიწევს რა თქმა უნდა გადალაგება გარკვეული დისტანცია რა თქმა უნდა ურთიერთობაში გარკვეულ ხარვეზებს პრობლემებს ხრის მაგრამ შემიძლია თამამად დაგიდასტუროთ რომ გიორგი გახარია ყოველდღიურად არის პოლიტიკური პარტიის საქმიანობაში ჩართული. კარგი. ადომერდია კიდევ რამდენიმე ხმაურიანი საქმეა ყურადღების ცენტრში და ახლა მოდით მათზეც ვისაუბროთ პირველ რიგში ეგრეთ წოდებული კოლცენტრების საქმეზე მაინტერესებს თქვენი პოზიცია იცით რომ გუშინ საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააპატიმრეს ჟურნალისტი ელისო კილაძე პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე ითქვა რომ კოლცენტრების მორიგი დანაშაული გამოავლინეს და ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობისა და ფულის გათეთრების ბრალდებით 10 პირის წინააღმდეგ დაიწყეს სისხლის სამართლებრივი დევნა. სწორედ ამ ადამიანს შორის არის როგორც ელისო კილაძე, ისე ძმები მიქაძეები და ასევე ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე, რომელიც მიქაძეებთან ერთად ასევე ბრალდებულია ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში და მას დაუსწრებლად პატიმრობაც აქვს შეფერდებული. რას გვეუბნება, რას უნდა გვეუბნებოდეს ოფიციალური საგამოძიებო მასალები, რაზეც თავად პროკურატურა საუბრობს და რა ტიპის, არ ვიცი, კრიმინალზე მიუთითებს ეს ყველაფერი, როცა ეგრეთ წოდებული კრიმინალური ავტორიტეტების გვერდით იმ პირთა სახელები და გვარები გვესმის, რომელთაც ქვეყნის გენერალური პროკურორის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობები ეკავა. ხო, ეს არის სამართლიანი წესრიგის მოშლის პირდაპირ შედეგი, როდესაც აი ბანდიტურ რაღაცა ორგანიზმად გადაიქცა ფაქტობრივად ქუჩაში სახელმწიფო პოლიტიკა ის კრიმინალი ერთმანეთში არის გადაზელილი ფაქტობრივად და ამ ყველაფრის შედეგია რომ დღეს სამართალდამცავი სისტემა გამოიყენება პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ და უდანაშაულო ბავშვების და ახალგაზრდების დასარბევად და ციხეში გამოსამწყობად თქვენ ხედავდით ძალიან მძიმე კადრებს საქალაქო სასამართლოსთან გუშინ თუ გუშინწინ როდესაც ფაქტობრივად დისფუნქციური იყო პოლიცია როდესაც აი რაღაცა გაურკვეველ ძალადობის აქტს ადევნებდა თვალს რაღაცა თითქოს ეირის მაყურებლის როლში ეს არის სამართლიანი წესრიგის მოშლის პირდაპირ შედეგი და ეხლა რა პროცესსაც ვადევნებთ ჩვენ ამ სამართლიანობის აღდგენა კი არ არის და რაიმე ფორმით კოლცენტრებთან ბრძოლა. რამდენი წელია ლელავს საუბრობთ ჩვენ პერსონალურად ჩვენი პოლიტიკური გუნდი კოლცენტრების ქვეყანაში არსებობასთან დაკავშირებით. ჩვენი პოლიტიკური გუნდი იყო ერთადერთი პოლიტიკური გუნდი საქართველოს პარლამენტში 2020 წლის მოწვევის პარლამენტში, რომელმაც დააყენა ინიციატივა საგამოძიებო დროებით საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ. და მაშინ რა რიტორიკით საუბრობდნენ, თითქოს ეს ყველაფერი ტყუილი იყო, თითქოს რაღაცა პოლიტიკური მიზნებით ვიყენებდით ამას, როდესაც საუბრობდით, რომ ქვეყანაში ტრანსნაციონალური დანაშაული ხდება და ხაბად გამოიყენება საქართველოს ტრანსნაციონალური დანაშაულის ჩასადენად. მაშინ ხო პრობლემას თვალებს არ უსწორებდნენ. ქვიშაში სირაქლემასავით თავი ჰქონდათ ჩარგული და დღეს რას ამბობენ 6 მილიონი დოლარი თურმე ღარიბაშვილს სახლში ჰქონდა შენახული თითქოს ლილუაშვილი მილიონ ნახევარს ქრთამს იღებდა თურქი ინვესტორებისგან და კოლცენტრების საქმეში იყო ჩართული დღეს ეს ხო სამართლიანობის აღდგენისთვის და კრიმინალთან ბრძოლისთვის არ კეთდება ეს არის ივანიშვილის ხელდასმულ გავლენის ჯგუფებს შორის ძალაუფლების და ფულის და ეგრეთ წოდებული ოფშიაკის ტრანზიციის პროცესი და ეხა ეძებს მეორე ჯგუფი რომელსაც გადაიბარა ეს ყველაფერი ეხა ეძებს იმ თანხებს რაც შეიძლება კოლცენტრებზე მინდა ჩაგეკითხოთ ეხა როცა საუბარია დანაშაულებრივ თაღლითურ კოლცენტრებზე კარგად ორგანიზებული სისტემა იგულისხმება ხან სპეციალურად მომზადებული ოპერატორები ფუნქციონირებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა და ასე შემდეგ თაღლითური ორგანიზებული ქსელის ჩამოყალიბებას და განვითარებას თქვენ ხელისუფლების უმოქმედობას უკავშირებთ თუ პირიქით მოქმედებას უყურეთ ხელისუფლების უმოქმედებას ვერ დაუკავშირებ ანუ ლელა წარმოიდგინეთ თავად თქვეს რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი იყო ამ ყველაფერში ჩართული რომელზეც ზედამხედველობის ფუნქცია ჰქონდა საქართველოს პარლამენტს ირაკლი კობახიძეს როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარეს
და როგორ შეიძლება სახელმწიფოსგან მალულად ეს ყველაფერი განხორციელებულიყო. არ არსებობს. ეს კოლ-ცენტრები გამოიყენებოდა პარტიული შავი სალარო შესავსებად. ყველა მიცის, თელმა ქვეყანამ იცის. და მათ შორის იმ კონვერტების დასარიგებლად რა კონვერტებსაც ურიგებენ ხოლმე და ურიგებდნენ ხოლმე თანამდებობის პირებს. თავად აღიარეს, ხო? თავად გამოაცხადეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი და ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე ამ ყველაფრის ფარულად. თქვენ არ გახსოვთ რამდენიმე წლის წინ, როდესაც FSB-სთან კავშირში ყოფნის გამო დაასანქცირა შეერთებულმა შტატებმა ხაზინამ ოთარ ფარცხალაძე და საღამოს საგანგებოდ შეიკრიბა თურნავა და სხვაები და რუსული ბრძანება გამოსცეს, რომ ფარცხალაძეს წვდომა ჰქონოდა იმ აქტივებთან, რომელიც მას დაბლოკილი ჰქონდა, ხო? უნდა ჰქონოდა დაბლოკილი. მთელი სისტემა რაზე საუბრობდნენ, ფარცხალაძეო მარტო იმიტომ იდევნებაო შეერთებული შტატების მხრიდანო, რომ ნაცმოძრაობაო თითქოს რაღაც ამან ყოფილი თანამდებობის პირები გაასამართლავ თუ რაღაც სიგიჟეს რო პასუხობდნენ. როგორი ლილუაშვილი ყველაზე მაგარი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი არისო. და ბოლოს რა გამოჩნდა ნაცმოძრაობასთან კავშირში ყოფილა, ქრთამსიღებდა, კოლ-ცენტრებს ფარველობდა, ტრანსნაციონალურ დანაშაულს ხელს უწყობდა. ნუ წარმოუდგენელია, ხო? და ეხა ამათი პასუხისმგებლობა არაფერი არ არის? აკიდეს ლილუაშვილს ცოდვა და სხვაჩორის გუშინაც თქვა ერთ-ერთმა პოლიტიკოსმა ივანიშვილის რეჟიმს უნდა წარმოაჩინოს, თითქოს ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით ახალი ხელისუფლება მოვიდა და იმასთან რაც მანამდე ხდებოდა არაფერ კავშირში არიან. აი მოდით ამ კონტექსტშიც ვიკითხოთ, რამდენად არის თავად კობახიძე და მისი მთავრობა პასუხისმგებელი იმაზე, რასაც აკეთებდა ღარიბაშვილი და მისი მთავრობა და იგივე უყურეთ გიორგი გახარია და მისი მთავრობა, იმიტომ რომ თქვენი პარტიის ლიდერიც ასევე იყო პრემიერი რამდენიმე წლის წინ. მე ვფიქრობ გიორგი გახარიას კოლ-ცენტრებთან მიმართებით ხსენება საერთოდ ალოგიკურია და რატო? იმიტომ რომ 20-23 წლებზეა ხო საუბარი 20 წლის ბოლოს ფაქტობრივად 21 წლის დასაწყისში გიორგი გახარია. კოლ-ცენტრებს არც მე არ უკავშირებ გიორგი გახარიას სახელს და გვარს, თუმცა ზოგადად იმ პროცესს გულისხმობ, რაზეც ყოფილი მაღალჩინოსნების შესახებ დადგენილებები რაც გვესმის ბრიფინგებიდან ამ ადამიანების შესახებ. ყველა დანაშაულებრივი ეპიზოდი განხორციელებულია სწორედ გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგ. ნახეთ 21 წლის შემდეგ არის ყველა ბრალდება წარდგენილი, ხო, ყველა ეპიზოდი. დანაშაულებრივი მომხდარია მას შემდეგ. თავად პროკურატურა ადასტურებს ამას. გიორგი გახარიას დროს ესეთი სისტემური კორუფცია არ იყო, რა თქმა უნდა, იყო გამოწვევები, მაგრამ რაც ღარიბაშვილი გახდა პრემიერ-მინისტრი, ფაქტობრივად აყვავდა ამ ქვეყანაში კორუფცია. ფაქტობრივად აი გავლენის ჯგუფებმა, კრიმინალმა და სახელმწიფომ შეზრდილმა ერთად ჩაიგდო ფაქტობრივად ქუჩის ძალაუფლება ხელში, ტრანსნაციონალური დანაშაული აყვავდა ამ ქვეყანაში, ძარცვა დაიწყეს, თელმა თბილისმა იცოდა, სად იყო კოლ-ცენტრები, ხო? მისამართების დონეზე იცოდნენ, ადამიანების დონეზე, რომლებიც იქ მუშაობდნენ, ხო? 18, 20, 25 წლის ადამიანები, ახალგაზრდა ადამიანები დადიოდნენ რაღაცა $100,000 მანქანებით. ყველა მიცოდა, ყველა თვალებს ხუჭავდა ამაზე. რა უნდა იცოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა. არ გახსოვთ კაცო მდინარაძის განცხადებები და კობახიძის განცხადებები, როდესაც საპარლამენტო ფორმატში უსმენდით ირაკლი ღარიბაშვილს, უსმენდით გრიგოლ ლილუაშვილს და სხვა თანამდებობის პირებს რაზე საუბრობდნენ ეს ადამიანები? სად იყო მათი საპარლამენტო საზედამხედველო ფუნქცია? როგორც უმრავლესობის ლიდერის მდინარაძის დღეს რო გამოდის და ამ კორუფციას ებრძვის, სად იყო ირაკლი კობახიძის საზედამხედველო ფუნქცია? ხელები დაიბანა პილატესავით იმ ყველაფერზე? არა. და თქვენ გონიათ ახლა კრიმინალთა ბრძოლა აწუხებს ვინმე? ეს არის ძალაუფლების გავლენის ჯგუფებს შორის ტრანზიციის პროცესი, როდესაც ერთმა ჯგუფმა უნდა გადააბაროს მეორეს. ოფშიაკიც, ფულიც, დანაკლისიც და ნაშთიც და ყველაფერი ამ პროცესს ვადევნებთ ჩვენს უყურებთ და აფასებთ იგივე ლევან დავითაშვილის სულში დაბარება გამოკითხვასაც, რაც ასევე შეფასების საგანია ამ კვირაში და მოდით ამ თემაზეც უშუალოდ ამ თემაზეც გაგვიზიარეთ თქვენი პოზიცია, იმიტომ რომ ლევან დავითაშვილს როგორც ცნობილი გახდა, ახსნა განმარტების გაკეთება მოუწია სოკართან გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით და გავახსენოთ მაყურებლებს, მოდით რადგან ამ თემას შევეხეთ, რა თქვა ლევან დავითაშვილმა გამოკითხვის შემდეგ, სუსში გამოკითხვას გულისხმობ, რამდენიმე წელიწადია საქართველოს აქტიურ როლს ასრულებს ევროპის გაზით მომარაგების საკითხში, განვიხილეთ ის მომარაგებაში ჩვენი აქტიური მონაწილეობა, რამდენად შეიძლება საქართველოსთვის გარკვეულ რისკებს ქმნიდეს, თუმცა სუსი ამტკიცებს, რომ გამოკითხვისას რისკებთან დაკავშირებული კითხვა ზოგადად საქართველოს გაზმომარაგებას და დადებული ხელშეკრულებით საქართველოსთვის პირობების გავარესებას შეეხებოდა და არა ევროკავშირის გაზმომარაგებას, ისე როგორც სუსმა შეუსწორა ლევან დავითაშვილს, რომ ეს იყო კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე დაწყებული გამოძების ფარგლებში ჩატარებული გამოკითხვა და არა შეხვედრა, რომელზეც რაღაც კონკრეტული საკითხები განეხილეთ. მოკლედ, გითხარით რა შეფასების გაკეთების საფუძველს იძლევა დავითაშვილის გამოკითხვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში და მეორე მხრივ ის განმარტება, რომელიც სუსმა
მოაყოლა ეკონომიკის ყოფილი მინისტრის კომენტარს და დავითაშვილი ვიცე-პრემიერიც იყო ესეც უთხრა. ყველას კარებთან დააკაკუნა ხო ივანიშვილმა და აი ამ ფულის ამოღების რაღაცა ისტერიულმა კამპანიამ. აი ამ პროცესს ვადევნებთ თავიდან ბოლომდე თვალს. მე გულწრფელად რომ გითხრათ, არ მგონია ლევან დავითაშვილს სანამ გამოვიდოდა და კომენტარზე დადგებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან არ გაეარა კონკრეტულ შემთხვევაში რა უნდა ეთქვა კომენტარი გარეთ აი ამ წებასთან სადაც იყო გამოკითხვაზე მიბრძანებული. არ მგონია ეს უბრალოდ მე რაში დასჭირდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაეძაბა თავად დავითაშვილი ამ განცხადებით თუ ზემოქმედება მოეხდინა ვინმეზე სხვებზე ასე შემდეგ ლევან დავითაშვილს რეალურად რაღაც ეგრეთ წოდებული პოსტალიონის როლი აქვს თუ არა ამ ყველაფერში და სხვა ადამიანებთან მიმართებით რაღაც ინფორმაციები უნდა წაიღოს, მოიტანოს, ვიღაცაზე ჩვენება მისცეს ან არ მისცეს. აი ამ პროცესს ვადევნებთ ჩვენ თვალს უახლოეს პერიოდში აუცილებლად ბევრად მეტი ინფორმაცია გამოჩნდება ამ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა მე არ მგონია რომ შემთხვევითი იყო ლევან დავითაშვილის განცხადება, იმიტომ რომ ლევანს ვიცნობ და ფრთხილი ადამიანია და დარწმუნებული ვარ აბსოლუტურად გარეთ გამოსულზე ის შეუთანხმებელ განცხადებას არ იტყოდა მე რაში დასჭირდა მისი ამ განცხადებით დაძაბვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს რატო იმყოფება დღეს საზღვარგარეთ კონკრეტული მისიით არის წასული თუ არ არის წასული თუ რა მიზნით არის წასული ეს უახლოეს პერიოდში აუცილებლად გამოჩნდება სუსის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ არის თქვენთვის სარწმუნო ინფორმაცია, სადაც ამბობს, რომ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე იყო ამ ქვეყანაში ლელა არც ერთ სახელმწიფო ინსტიტუტი ნდობის არ სარგებლობს, შესაბამისად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურით, რა თქმა უნდა, ვერ ისარგებლებს ნდობით, ხო, რა თქმა უნდა, ეხლა კონკრეტული პოლიტიკური мотивაციით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გიორგი ახარიას გამამართლებელი მტკიცებულებები დაუმალვა, ხო, არ გადმოსცა. ეს პირდაპირ მიანიშნებს, რომ პოლიტიკური მიზანშეწონილობით გამოიყენება სახელმწიფოს უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი უწყება და რა თქმა უნდა, ამ უწყების მიერ გაკეთებული განცხადება, რომ რაღაცა მაღალი სანდოობით არ სარგებლობს, რა თქმა უნდა, ეს მე მგონი ცხადია. ბატონ ბერდია, ბოლო კითხვა უნდა დაგისვათ და მოდით ამ ბოლო კითხვით ახლა უკვე ოპოზიციურ ფლანგზე არსებულ პერიპეტიებს გამოვეხმაუროთ. 7 პარტია ვხედავთ, რომ ცდილობს საერთო თამაშის წესებზე შეთანხმებას. თქვენ ლელო და ნაციონალურ მოძრაობა კი ხართ ამ პროცესის მიღმა. ლელომ დღეს ოფიციალურად დაადასტურა, რომ გააგრძელებს პოზიციონირებას როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური მოთამაშე და სუბიექტი და დამოუკიდებლად პოზიციონირება თქვენი პარტიის პოზიციაც. რამდენად ასე ვთქვათ პასუხობთ საზოგადოების დაკვეთას ეს მინდა გკითხოთ და ხომ არ ითხოვს ხალხი სწორედაც რომ ერთად დგომას. აი თქვენ უკვე ერთხელ სცადეთ თქვენი ძალებით შერკინება ქართულ ოცნებას და რამდენიმე თვის წინ გულისხმობ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს. შედეგი იყო თუ არა ის რომ ერთმანეთის კონკურენციის შედეგი არ მოაქვს. ხო, ერთმანეთთან კონკურენციის გამორიცხვით და ჩვენ ლელოსთან თანამშრომლობის ძალიან კარგი მაგალითი ჰქონდა თვითმმართველობის არჩევნებზე და მე დარწმუნებული ვარ, რომ სწორი იყო კონკრეტულ შემთხვევაში არჩევნებში მონაწილეობაც, იმიტომ რომ საზოგადოებას უნდა გაეარა, რა თქმა უნდა, საზოგადოებას უნდა გაეარა ეს პროცესი და დაენახა ვინ სად არის. 4 ოქტომბერმა ყველაფერს ფარდა ახადა. და დღეს, როდესაც გაერთიანებაზე მე არ მგონი ეს ყბადაღებული საზოგადოების დაკვეთა მოთხოვნა საზოგადოების დაკვეთა და მოთხოვნა არის ეფექტური ნაბიჯების გადადგმა. ამას ერთად გააკეთებენ პოლიტიკური პარტიები ცალ-ცალკე ამ ცალ-ცალკე რესურსს გამოიყენებენ, ვიღაცა თავის საქმეს გააკეთებს ამ ნაწილში, ვიღაცა სხვა საქმეს გააკეთებს. ეს მე მგონი საზოგადოებას მხოლოდ ამის ეფექტიანობის მოთხოვნა აქვს და ეფექტურობის ოპოზიციის და არა გაერთიანების, ხო? ეს გაერთიანებაც რაღაცა ყბადაღებულ თემად იქცა. თითქოს გაერთიანება არის სამალი. რა გონიათ მიზეზები იმის, რომ აი ეს ეფექტური ნაბიჯები არჩანს ჯერ კიდევ რასაც გაერთიანების მე არ მჯერა. ანუ მჯერა საერთო სახელმწიფოებრივი იდეის გარშემო გაერთიანების ადამიანების, იდეების გაერთიანების, მაგრამ ვის უნდა გავუერთიანდეთ? აი გულწრფელად მაინტერესებს, ანუ ან რა საქმეში უნდა გავერთიანდეთ? აი არ არსებობს, ხო? აი ჩვენ და ნაციონალური მოძრაობა როგორ შეიძლება რაიმე საკითხში რაღაცა ტიპის ერთობა გქონდეს, ხო? ანუ ადამიანები ფაქტობრივად 4 ოქტომბერს უპასუხისმგებლად ამ ქვეყანას შეიყვანეს რაღაცა წარმოუდგენელ ციკლში დააზიანეს ფაქტობრივად ის პროტესტი, რომელიც აი ზრდადიც იყო, ჯანსაღიც იყო და ასე შემდეგ,
და დღეს ანუ რა რის გარშემო უნდა გავერთიანდეთ, როგორ წარმოუდგენიათ ამ ადამიანებს ცვლილება. ჩვენ სხვანაირად წარმოგვიდგენია ხო ევოლუციური გზით ხელისუფლების ცვლილება, ვიღაცა წარმოუდგენია რევოლუციური გზით ამ ხელისუფლების ცვლილება და აი რაში უნდა გაერთიანდეთ პოლიტიკური პარტიები, მაგას ვერ ხვდები. ყველას აქვს თავისი გზა, ჩვენ მქონდა ლელოსთან თანამშრომლობის ძალიან კარგი გამოცდილება, ეს გზა აუცილებლად იყო გასავლელი, მივესალმებით ლელოს გადაწყვეტილებას, რომ უნდა განვითარდეს დამოუკიდებლად, დიახ ეს არის სწორი გზა, იმიტომ რომ დამოუკიდებლად განვითარებული პარტიები, ძლიერი პარტიები შეიძლება იყვნენ ამ ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილების ავანგარდში. მადლობა ბატონ ბერდია სტუმრობისთვის, თქვენი პოზიციების გაზიარებისთვის. ბერდია სიჭინავას დავამშვიდობებით. ახლა რეკლამის შემდეგ კიდევ ერთი სტუმარი გველოდება, შემოგვერთდება სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი, ასე რომ დაგვაერთეთ.